საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამასწავლებელი. ვაჟაბშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი, თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესისთვის. მოგესალმებით Silk Sport-ის მაყურებლებო და ორთაბრძოლების ყველა გულშემატკივარო. ეს არის გადაცემა Mr. Knockout-ი, მე იოსებ კობერიძე ვარ. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს ორთაბრძოლათა კლუბ კონდორის დამაარსებელი და მწვრთნელი ბატონი დავით დათუსანი. მოგესალმებით. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, გულშემატკივარს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო დავით, თუ შეიძლება მაყურებელს მოუყევით ფონიჭალის კლუბი კონდორი, როდის დაარსდა, რა პირობებში ვინ გედგათ გვერდში და ესეთი მოკლე ისტორია. კი ბატონო, ესე იგი ფონიჭალაში კლუბი კონდორი დაარსდა 1994 წელს. ყავს 6 ევროპის ჩემპიონი, 3 მსოფლიოს ჩემპიონი, სხვადასხვა სახეობაში. არა, კიკბოქსინგში, ოღონდ სხვადასხვა ვერსიები, რა, მან სხვადასხვა ვერსია. FFK-ს ვერსიით ყავს 3 მსოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორებიც და არის ეგეთი ისკა. დიახ. მაგ ორგანიზაციაში კიდე 6 ევროპის ჩემპიონი. და ჩვენი ველოდებით ახლა მომავალში კიდე რომ მივიღოთ ჩემპიონატებში მონაწილეობას და იმედია იქაც ჩვენ სიტყვას ვიტყვით რა. ნახოთ. ბატონო დავით, ისეთი წარმატებული და ისეთი მაგარი შედეგები გაქვთ, რომ რავი კონდორი კი არა, მოდით ფონიჭალის მადრიდის რეალი დავარქვათ, რაღაცა ეგეთი. ძალიან მაგარი შედეგები არის. ბატონო დავით, მოდით მოუყვეთ მაყურებელს როგორც 90-იანი წლებიდან და შემდგომ პერიოდში და აი ეხლაც ვინ გეხმარებათ, ვინ გიდგათ გვერდში? კი ბატონო, ესე იგი ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ჩვენი რაიონის, კტანისის რაიონის ხელმძღვანელობას, კერძოდ დეპუტატს ბატონ ლევან ჯაფარიძეს, რომელიც გვანებიურებს შეჯიბრებებით და ინვენტარს ყოველ წელს გვჩუქნის. ფაქტიურად ყველა ინვენტარი გვაქვს, ყველანაირი სავარჯიშო, რაც შეიძლება. ტომრები, ხელთათმანი, რინგი, რომელიც ახლა ბევრ დარბაზს არა აქვს რა და რინგით შეგვიძინა. გამოგვცა და რინგი უკვე დიდი ფუფუნება არის. კი და შეჯიბრებებს ვატარებთ მათი დახმარებით. აბსოლუტურად რა, რაც სჭირდება სპორტსმენს განვითარებისთვის და შედეგს რომ მიაღწიოს, ყველაფერი გვაქვს რა მაგისთვის რა. ტატამები და ტატამი მაგ 200 კვადრატი ცოტა არ არის ახლა. ძალიან კარგი. და რაც თავარია კიდე მადლობა მინდა მოუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს, მე ჩემი დარბაზის სკოლაში არის. სკოლაში ფუნქციონირებს 153 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნათია ფეიქრიშვილს, რომელმაც სახლად მიქცია რა. მენდო და არა ვარ შეზღუდული არც დროში და არც რა დღეებში და საერთოდ რა აგერდა თუ გასაბები და მიხედე მომავალ თაობას და შესაბამისი შედეგიც დაიდო. ამდენი ახალგაზრდა დაკავებული არის ჯანსაღი ცხოვრების წესით, კერძოდ ორთაბრძოლებით. შედეგზე დებენ, აგერ ვიცით, ამდენი ევროპის ჩემპიონი, ამდენი ადგილობრივი ჩემპიონი. ძალიან დიდი სხვაობა არის
სპორტით დაკავებულ ახალგაზრდას შორის და ესე ვთქვათ უსაქმურ უმიზნო ახალგაზრდას შორის. ახალგაზრდა სასურველია რომ ყველა იყოს სპორტით დაკავებული, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ან სპორტით თუ არა დაუშვათ რა ვიცი მე მათემატიკით ან ფიზიკით რაღაცა მიზანი უნდა კონდეს ახალგაზრდას და როდესაც ახალგაზრდა არის უსაქმური აი აქედან უკვე წარმოიშვება სხვადასხვა პრობლემები, მით უმეტეს ფონიჭალა საკმაოდ სხვა კუთხიდან გაგვიგონია და აი ამაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ შემთხვევაში კლუბ კონდორს. და კიდევ ერთხელ მე მინდა ხაზი გაუსვა ქალბატონი დირექტორის აი ესეთ ძალისხმევას. კი. ქალბატონი ნათია ფეიქრიშვილი ხო გეუბნებით რა, აი ყველანაირად ხელს ვიწყობს აბსოლუტურად და მიხარია რომ აი ძალიან ბევრი ბავშვი არის ჩართული რა ვარგიშობენ და ვარგიშის გარდა კიდე ვტოვებ დარბაზში რა ეხლა ხან ფეხბურთს ვათამაშებ ხან ტენის მაგიდის ჩოგბურთს ვათამაშებ რომ იყვნენ ბავშვები ჩემთან რა ქუჩაში არ იყვნენ და რა ყველანაირად ხელს უწყობთ რა და სხვადასხვა მიხარია რომ მშობლების გაგებით ეკიდებიან რა ეხლა და არ ზღუდავენ ბავშვებსაც უშვებენ მიდით დაკავდით და რაღაცა ის არ არის რომ შვილო მოდი სახში და რაღაცა და ყველაფერი მაგ განაწილებული რა ბავშვი ეხლა ძალიან კარგი სწავლაშიც თავის დრო აქვს გრაფიკი გვაქვს ესე რა სწავლასაც უნდა მიხედოს ბავშვმა რა თქმა უნდა წაიკითხოს ეს აუცილებელია და სპორტი რა ეს ორი ერთ პატარა საიდუმლოებასაც გავუმხელ მაყურებელს არის ბევრი კლუბი და ზოგიერთი წვნელი და ასე ბატონი დავითიც ბავშვებს უყენებენ პირობებს რა თუ კი კარგად არ სწავლობს სკოლაში ესე ვთქვათ არღებულობენ სექციაში ან რაღაც პატარა შეზღუდვა მოთხოვნა არის ნორმალური სწავლა სკოლაში და შემდეგ უკვე ამის შემდეგ უკვე ვარჯიში ესეთი რაღაც სასიამოვნო ხრიკებიც არის არის ხო მაგრამ მე ვიტყვი მაგაზე რომ აი ის რომ აი შენ თუ არ ისწავლი აი არ გაგიშვებ ვარჯიშზე ან რაღაცა ან ტრენერი რო ეუბნება აი თუ არ ისწავლი ჩემთან არ კი ეს გასაგებია რომ ვითომ დაემუქრო რაღაც აქეთ იგით მაგრამ მე უფრო სხვა კუთხით უდგები რა ბავშვი მირჩევნია მოვიდეს ჩემთან და ვესაუბრო და მივიყვანო იქამდე რომ სწავლა აუცილებელია და რაღაცა ვიდრე აი შენ თუ არ აი მოკლე და გადაუჭრა რა ეს უკვე ყველა წვნელის ინდივიდუალური მეთოდი არის ესე ვთქვათ ფსიქოლოგია შეიძლება ზოგ ადამიანს ხო ულტიმატუმის სახით წაუყენო აი ესე თუ არიზავ ესე იქნება ზოგს შეიძლება რაღაცა რბილად შეაპარო და ამით გააუმჯობესებინო ხო ეს სასწავლო პროცესი თუნდაც სკოლის კი აუცილებლად იმიტომ რომ ეს არ არის გამოსავალი ახლა რომ აი შენ თუ არ სწავლობ აქ არ მოხვიდე სადუშვებთ მაშინ ბავშვს კარგი რა თქმა უნდა სადუშვებთ ის თუ არ მივიყვანეთ იქამდე რომ სწავლა აუცილებელია მაშინ ეგრე შენ არ ეტყვი ის არ ეტყვის ის არ ეტყვის და ბავშვი დარჩება ქუჩაში კი ბატონო უთხრას და აღზარდოს და თან ეს გჭირდება განათლებული თაობა ორ არ გჭირდება რომელ ქვეყანას არ გჭირდება ბატონო დავით ჩემი დიდი ყურადღება მიიპყრო და არა მარტო ჩემი სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ სადაც ერთ-ერთი შენი მოსწავლე 10-11 წლის ბავშვი ზამთარში შუა ზამთარში გაგანია თოში ნიკა ხურცილავა ვარჯიშობს გარეთ ტომარას ურტყავს წელზემოთ კახტილი ამ ყინვაში კი ბატონო კაი ბავშვია სხვათა შორის ნიკა ხურცილავა ძალიან შრომელი ბავშვია კარგად ვარჯიშობს შედეგებიც აქვს ჩემპიონი ბიჭია ეხლა კიდე უმატებს და რაც თავარია ეხლა უყურე მე რა დავინახე სხვადასხვა სახეობებში დადიოდა ეს ბავშვი რა და ამ დროს რომ ნახარო ეს კარგად გამოსდის თუმცა იქაც იყო წარმატებული ფეხბურთზე დადიოდა კიდე სხვაგან დადიოდა და ნუ მიატოვა და გადმოერთო ეხლა რა აქე და კაცია და გუნება ხო რა ხო და რავი ძალიან შრომელი ბიჭია ბატონო დავით 2-3 დღეში როგორც ვიცით დაგეგმილი არის ბრძოლები თქვენს დარბაზში ანუ
ქვემო ფონიჭალის კლუბი შეეჯიბრება ზემო ფონიჭალის კლუბს. ვის მეტი მოგება ექნება. აი ეს ჩვენი ნიკა ხურცილავა იასპარეზებს. ერთი სული აქვს, როდის მოვა ის დღე რომ გავიდეს რინგზე, სულ ეგეთია ეს ბავშვი, უკან არიხებს, ყველა შეჯიბრში იღებს მონაწილეობას და იმიტომაც შედეგის სახეზეა. ეხლა ნახეთ, მოგეხსენებათ ბავშვი შეჯიბრებამდე რო გადის, იზრდება უკვე რა, ყალიბდება მაგარ სპორტსმენად და აი ეს არის მაგის პლუსი ნიკასი, რომ არც ერთ შეჯიბრს არ ტოვებს რა, ყველგან იღებს მონაწილეობას. გამოვა რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას ზემო ფონიჭალის გუნდს ხვდებით, სხვათა შორის ზემო ფონიჭალაშიც კარგი სპეციალისტია ვარჯიშებს, კარგი ბავშვები ყავს და გადავწყვიტეთ ესეთი სპარინგები ჩავატაროთ რა. ნახოთ იმედია გავიმარჯვებთ რა ვიცი. ნიკას გარდა მინდა გითხრათ რომ კიდე მაგარი ბიჭები მყავს, პატარა ბიჭები არიან, მაგარი თაობა მოდის. რომელი ერთი ჩამოთვალო ბიჭებო, ყველანი კარგები ხართ, მაგრები ხართ, წარმატებებს გისურვებთ. რომელი ერთი და მე გეტყვით. მოვალთ შეჯიბრზე და ყველას გადავუღებთ. აუცილებლად. მოვალთ და გადავიღებთ. ძალიან კარგი იქნება ეს ბავშვებისთვის, დიდი სტიმული იქნება და ჯერავს რომ უფრო მეტად დაიხარჯებიან და იფიქრებენ რომ აი ნახეს რომ რაღაცა ყურადღება არის მაგათ მიმართ და უფრო მოუმატებენ ვარჯიშს რა და წავლენ წინ რა. მაგრა დაგვეხმარება. ძალიან კარგი. ბატონო დავით, უამრავ საინტერესო და კარგ მოწაფეში კიდევ ერთი მინდა გამოვარჩიო თორნიკე სიმონიშვილი, ძალიან კაი ბავშვი არის, რაღა ბავშვი მოზარდი, მეტსახელად მაზუთა, ხო? ხო, ეხლა აი მაზუთაზე მოგვიყევით თუ შეიძლება. ვცდილობ რომ ეს ზედმეტსახელი მოვაცილო უკვე რა ბავშვი უკვე მაგარ ვინდა არ თქვა და რატო და ეს სახელი. ხო, არ ვიცი საიდან მოდის ეს, უბრალოდ არ ჯდება რა მაგის იმაში რა, ჯობია სხვა სახელი უფრო სპორტული შეურჩიოთ მაგას. და რატო ეხლა გეტყვით. ესე იგი თორნიკე სიმონიშვილი 5 წლიდან დადის ჩემთან. უკვე 9 წელია გასული, რა 9 წელი ვარჯიშობ ჩემთან. ვერ ვიხსენებ რომ მაგას ვარჯიში გაეცდინოს. ხოჩა. მოდის რავი რა არ უბრალოდ მართლა ვერ ვიხსენებ რა. და რა მინდა გითხრათ. მოსვლის დღიდან ბავშვმა დაიწყო კიკბოქსინგში. წაუგებელი სერია ჰქონდა კიკბოქსინგში, რა ვიცი, ევროპის ჩემპიონის გახდა, საქართველოს რავაგდის ჩემპიონია. იყო შემთხვევები რომ თავის ზონაში უკვე აზრი არ ჰქონდა და ძიმეში გამყავდა რომ ეჭხუბა რა ბავშვი. ხო რა, მაგარი ბიჭია რა და მე მოხდა ისე რომ მოკრივებს ვესტუმრეთ დარბაზში რა და კრივშიც წაისპარინგად ბიჭებთან და მოეწონა კრივი რა. კრივი მოეწონა და გამოთქვა სურვილი რომ კრივში მინდა მონაწილეობა მივიღო. ესე იგი 2 წელია რაც კრივში გადავიდა. აქენ წაუგებელი სერია ჰქონდა კიკბოქსინგში, მრავალი წელი და გადავიდა კრივში. ხლა მაინტერესებს კრივში რას იზავს. ბატონო იოსებ, აი გაგიკვირდებათ და ეგეთი სპორტსმენი, აი ეგეთი შედეგი მე არ მახსენდება, შეიძლება იყო, მაგრამ არ ვიცი რა, მართლა საქართველოს ჩემპიონატზე რომ მიიღო მონაწილეობა, უნდა ყოფილიყო 40 კილოდან იწყებოდა და ეს თვითონ იყო 35 კილო. და უნდა რომ გავიდეს საქართველოს ჩემპიონატზე, იმიტომ მე რომ მოიგებდა ნაკრებში მოხვდებოდა, ევროპაზე წავიდოდა რაღაცა და გამოთქვა სურვილი, მეთქი თორნიკე დიდები არიან 35 კილო ხარ, მეთქი 40 კილოში გაგიჭირდება, იქ ვიღაცა დაიკლებს 44-დან ჩამოვა 43-დან და უკვე მოგიწევს მაღლებთან ჩხუბ. არა გავალო. ხო, კი ბატონო. და რას ვაკეთებდით ახლა უყურეთ 18 კილო უნდა დაეფიქსირებინა რომ 40 კილოში მიიღო მონაწილეობა და დილით ადრე ვავიძებდით წყალს, დავალევინებდით, ძალით ვაჭმევდით რაღაცა და დადგებოდა და ესე აბარებდა წონას. 4 ბრძოლა ჩაატარა. 4-ვე მოიგო და გახდა საქართველოს ჩემპიონი. ოჩა. მერე ჩატარდა სენაკში. კახაბერჟვანიას სახელობის ტურნირი. იქაც გავიდა, იქაც საუკეთესო მებრძოლის ტიტული მოიპოვა, იქაც ჩემპიონი გახდა. მერე წავიდა ევროპის ჩემპიონატზე, უკვე ნაკრებში მოხვდა თავისთავად.
წავიდა ევროპის ჩემპიონატზე, იქაც 2 ჩხუბი მოიგო, მაგრამ სამწუხაროდ მესამე ჩხუბში უკვე ძალიან მაღალი შეხვდა. ხო გეუბნებით, იქაც ეგრე მე არ ვიყავი, მაგრამ იქაც ეგრე დილით იღვიძებდა, იტენიდა ძალით, რომ აი წონა დაეფიქსირებინა რა. და მესამე ადგილი დაიკავა ევროპის ჩემპიონატზე. რა ესაც ახლა დიდი წარმატებაა რა. შედეგია. ხო, გადახვიდე კიკბოქსიდან, ეგრევე ჩაერთო და წაუგებელი სერია გააგრძელო. ხოჩა. და დღემდე კარგად ვარჯიშობს, სხვადასხვის მაგასაც ვიხილავთ ახლა აქ შეჯიბზე რომ მომზადებით. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. მოვდივართ ფონიჭალაში. ნახოთ რომელი კლუბი რას იზავს. გისურვებ წარმატებებს. დიდი მადლობა. გელოდებით ფონიჭალაში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქვემო ფონიჭალაში, კერძოდ 153 სკოლაში, სადაც ტარდება შეჯიბრი ორ კლუბს შორის. ქვემო ფონიჭალის კლუბი კონდორი ეჯიბრება ზემო ფონიჭალის კლუბ პანტერას. ანუ შეიძლება ითქვას ეს არის ფონიჭალური დერბი. შეიძლება ითქვას ელ კლასიკო. ნახოთ ვინ გაიმარჯვებს. ვესაუბრებით ახლა თორნიკე სიმონიშვილს, ჩვენს ჩემპიონს ძალიან ძლიერ ბიჭს. მისი ზედმეტსახელი არის მაზუთა. თორნიკე, მაზუთა ვინ დაგარქვა და რატომ? მამაჩემის მაკაცემ დამარხვის ადრე ბავშვობაში. პატარა ვიყავი და არ ვიცი მე. მიზეზი უცნობია. თორნიკე, აი ესეთი სახელოვანი მოკრივე ყავს ჩვენ ავთო ხურციძე, რომელსაც ყველა მეგობრები ეძახდნენ ჩაკუჩას. შემდეგ ამერიკაში დიდ წარმატებას მიაღწია, კამარი მოიგო და საზღვარგარეთ ჩაკუჩას აღარ ეძახიან ტორნადოს. აი შენც რო დიდი ჩემპიონი გახდები, მაზუთას მაგივრად აი რა სახელი გეკნებათ, როგორ ფიქრობ? არ ვიცი, ნახოთ. ამ შეჯიბრის შემდეგ რა გეგმები გაქვს უახლოესი, სად რა ჩემპიონატზე აპირებ ასპარეზობას? გორში არის ახლა შეჯიბრი კრივში 14-დან 18 ივლისს. ამან ვაპირებთ შეჯიბრს. გორელი მოკრივეები ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ პირველი ადგილი შენი იქნება, დარწმუნებული ვარ. დიახ. წარმატებას გისურვებ, მაგარი ბიჭი ხარ. მადლობა.
ვესაუბრებით ჩვენ ჩემპიონს ნიკა ხურცილავას. ნიკა რამდენიმე წუთში ბრძოლა გექნება და ტელემაყურებელს მოუყვეთ, აი რას განიცდ, ახლა რა აზრები გიტრიალებს თავში ბრძოლის წინ? რავი, ვფიქრობ რომ მოვიგებ, ნოკაუტი დავამსრულებ და ჩემ ოჯახს გავახარებ. ოჯახ, ძალიან კარგი. ჩვენ შენი კადრები გვაქვს ნანახი სამთარში, მყინვაში რომ ვარჯიშობ გარეთ თოლში. და ტომარას რომ ურტყავ, აი ესეთ სიცივეში და ეხლა ძალიან ცხელა და არ გაგიჭირდება ასეთ სიცხეში ჩხუბი? საერთოდ არა. მე არ მაინტერესებს როგორი ამინდია, მე ვშხუბობ ყველგან. ოჯახ, ძალიან კარგი. რასაპირებ პროფესიონალი მებრძოლი გინდა რომ გახდე? კი, ჩემპიონი მინდა რომ გავხდე. რომელ სახეობაში? ბოქსში. კრივის მსოფლიო ჩემპიონი გახდები, ამას სიტყვას გაძლევ მე შენ. ხო გახდები? კი. დაგახელი. მოემზადე ბრძოლისთვის წარმატებას გისურვებ. ბრძოლის მერე კიდე ერთი ორი სიტყვაც გითხარი. ნიკა გილოცავ, გამარჯვებას ძალიან მომეწონა შენი ბრძოლა, კარგი ტექნიკა გაქვს. შენ თვითონ როგორ შეაფასებ შენ ბრძოლას? კარავი, კარგად ვიჩხუბე. ჩემ მეტოქის წარმატებებს ვსურვებ და ჩემ ოჯახს. დიდი მადლობა, წარმატება. ამით დამთავრდა ზემო და ქვემო ფონიჭალის დაპირისპირება. დიდი მადლობა თვითმფრინველებს და ორგანიზატორებს და რაც თავარია ძალიან დიდი მადლობა მონაწილეებს. ძალიან კარგები ხართ ბიჭებო. ოჯახ, გააგრძელეთ ვარჯიში და გახდით ჩემპიონები. ფონიჭალას გამარჯვება! ჯოს! საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამასწავლებელი. ვაჟა-ფშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესისთვის.